მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ორშაბათი დღეა და მოდით ვნახოთ კვირის არკანის ენერგია შევაფასოთ, ტენდენციები. რა გველოდება საინტერესო ამ ერთი კვირის მანძილზე? მაშა სადამე, ვარიანტი 2 გვექნება, როგორც ყოველთვის. დავიწყეთ. ვარიანტი პირველი, კვირის არკანის ენერგია და ვარიანტი მეორე, კვირის არკანის ენერგია. მაშა სადამე. პირველი ვარიანტი გვექნება ამეთვისტო და მეორე ვარიანტი გვექნება ავანტიურინი. ახლა კარგად დააკვირდით ორივე ვარიანტს, ორივე მინერალს. ყოველთვის ვამბობ, მინერალი მომენტალურად დაგიძახებთ, მომენტალურად მიიპყრობს თქვენს ყურადღებას. ვინც ვერ მოასწარით, დააპაუზეთ ეკრანი, მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. პირველი ვარიანტი ეს გახლავთ ამეთვისტოს მინერალი, მოდით ვნახოთ თქვენი კვირის არკანის წამყვანი ენერგია რა იქნება. ეს არის ცხრიანების პენტაკლები. ძალიან კარგი კვირის დასაწყისი გაქვთ ჩემო კარგებო, რაც ნიშნავს იმას, რომ იქნებით ძალიან კმაყოფილი, თქვენი გაწეული შრომის შედეგად მიღებული შედეგით, შედეგების დაჯამებით, ესეთი ენერგია არის კვირის დასაწყისი ცხრიანების პენტაკლები, როდესაც შემოდგომა ფაქტიურად და წიწილები დაითვალეთ. ანუ ძალიან კარგი კვირის არკანით დაიწყეთ კვირა, მოდი ასე ვთქვათ, ხომ? ეს არის წარმატებული, ვთქვათ, გასაუბრებები, წარმატებული შემოთავაზებები, წარმატებული მათ შორის ასევე ამ ყოველფრის შედეგად მიღებული ძალიან კარგი ფინანსური ენერგია, ფინანსური პოტენციალი და მე ასე ვიტყოდი, რომ როდესაც ცხრიანების პენტაკლები ამოდის, მაქსიმალურად ეცადეთ, რომ არა მხოლოდ შეინარჩუნოთ ეს ენერგია, ხო არამედ ამ ცხრიანების პენტაკლებიდან გამოყოთ გარკვეული პენტაკლები და გადაინახოთ, შეინახოთ მუთაკაში, სადმე თქვენთვის მიმალულ ადგილზე, სადაც უბრალოდ არავის არ ეცოდინება. ეს თქვენი პირადი მინი ბანკი, მინი სამალავი, სადაც თქვენ ყველაფერთან ერთად არა მხოლოდ გეცოდინებათ, რომ თუნდაც პატარა ესეთი თქვენი შენახული თანხა გაქვთ, არამედ ეს ასევე ეხმარება, რომ თქვენს ფინანსურმა ენერგიამ უფრო და უფრო მეტად აქტიურად იმოძრაოს და არ შეწყდეს და არ გაჩერდეს ფინანსური ენერგიის დინება, ხო? სხვათა შორის ძველად ხალხი რომლებსაც განსაკუთრებით ხანდაზმულებს, რომელსაც ფული არასოდეს არ ელეოდათ. მართალი ამბობდნენ ისეთ ძალიან ცუდ შაბლონურ სიტყვებს, ეს არის შავი დღისთვის, არა მეგობრებო, შავი დღე არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ის დღე, რომელსაც ჩვენთვის გავითენებთ. შევთანხმდეთ, ხო? მაგრამ მიუხედავად აი ამ ტოქსიკური შაბლონებისა, მათ ყოველთვის ჰქონდათ ფული, არ ელეოდათ, გადანახული. კლასიკა მუთაკა, ხო? მაგრამ რეალურად აქ გინდ მუთაკაში შეგინახიათ, გინდ ლეიბის ქვეშ და გინდ სადმე სხვაგან, ხო? აქ საერთოდ სხვა რამეშია მაგია. მაგია არის იმაში, რომ ადამიანი ამოძრავებს ფინანსურ ენერგიას, ნაწილს ხარჯავს, ნაწილს ინახავს, მაგრამ არა მხოლოდ ინახავს და ინახავს, არამედ ჩემო ძვირფასებო, აგროვებს რაღაცა კონკრეტული მიზნებისთვის, პატარ-პატარა მიზნებისთვის, მერე დიდი მიზნებისთვის და აი ესე მოძრაობაში არის მისი ფინანსური ენერგია. მოკლედ, თლიანობაში ძალიან კარგი კვირის დასაწყისია, მომწონს თქვენი ცხრიანების პენტაკლები და კიდევ ვნახოთ რამოდენიმე არკანი, კიდევ რა გველოდებათ მნიშვნელოვანი. პირველი ვარიანტი, არკანის სამყარო, ძალიან დიდ რაღაცა სირთულეს გადალახავთ ჩემო ძვირფასო პირველო ვარიანტო. გეტყვით, რომ თქვენი ცნობიერის ახალ საფეხურზე ახვალთ, თქვენი ხარისხები გაუმჯობესდება, ურთიერთობის, საზღვრების, ხომ, იმიტომ რომ აქ აშკარად ვიღაც ხმლების რაინდი შეეცდება თქვენი ხასიათის გაფუჭებას, მაგრამ მაჩვენებს, რომ ცხრიანების კვერთხები, ანუ იმდენად კარგად დაუდგებით და იმდენად კარგად აჩვენებთ საკუთარ პოზიციას და იმდენად როგორც ესეთი გამოთქმა ხო არსებობს, მიაყენებინებთ ერთ ადგილს. ხო? აი ისე მიაყენებინებთ ერთ ადგილს, რომ მე კუდი თქვას ასროლინებთ და არც კი გაუჩნდება სურვილი, რომ სხვა დროს რაღაცნაირად კიდევ შეეცადოს თქვენთან მსგავსი ფორმით კომუნიკაციას, ასე რომ მაჩვენებს, რომ კონკრეტული
კარგი ეტაპი დგება ახლა თქვენს რეალობაში და იწყებთ სწორ აქცენტების დასმას, როგორც ადამიანებთან, ასევე ფინანსურ ენერგიებთან და მაჩვენებს, რომ ზოგადად ამ ერთი კვირის მანძილზე ძალიან ბევრი დადებითი და პოზიტიური ასპექტები მოდის იმ ნაწილში, რომ უფრო მეტად თავდაჯერებულად, უფრო მეტად მყარად და უფრო მეტად უსაფრთხოდ იგრძნობთ თავს და ამ ყველაფრის ფონზე გექნება ძალიან დიდი დღესასწაულის შეგრძნება. აი ეს არის ჩემო ძვირფასებო პირველი ვარიანტის კვირის არკანის ენერგიები დაგემშვიდობებით და გადავედით ვარიანტი 2-ზე. ვარიანტი 2, ავანტიურინი ვინც აერჩევ, ნახოთ თქვენი კვირის არკანის ენერგია და ეს არის სამიანების ხმლები. რაღაცა პატარა იმედგაცრუება გექნებათ კვირის დასაწყისში, ჩემო ძვირფასებო, მაგრამ არ ინერვიულოთ, ეს არის ესეთი ეპიზოდური არკანი, რაც ნიშნავს იმას, რომ შეიძლება არც თუ ისე კარგი ინფორმაცია გაიგოთ, ვიღაცამ გატკინოთ გული, თავისი სიტყვებით, თავისი მოქმედებებით, გაგიცროთ იმედი, ხო? მოდით ნახოთ ვისგან მოდის ეს იმედგაცრუება. მეორე ვარიანტი. ვისგან მოდის ეს იმედგაცრუება? ხო, არკანი მთვარე. მე უფრო მეტად ვიტყოდი, რომ ეს უფრო მეტად იქნება რაღაცა თქვენი შიშები, ხო, შინაგანი შფოთვა, კონკრეტულ პენტაკლების მეფესთან დაკავშირებით, ხო? შეიძლება იყოს მეუღლე, სამსახურში უფროსი, ნუ ნებისმიერი ადამიანი, ისეთი პენტაკლების მეფე, რომელსაც შეუძლია რომ რაღაცნაირად ერთგვარ შფოთვაში და შიში გამყოფოთ, ხო? ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს ეს თქვენს რეალობაში, შვილი შეიძლება იყოს, ხო? მეგობარი, მამაკაცი, ძმა, მამა, ხო? ნუ მამაკაცი, რომელთან მიმართებაშიც იქნება ეს ერთგვარი იმედგაცრუება, გულის ტკენა და იქნებით რაღაცნაირად ცოტა კვირის დასაწყისში დაკარგულივით, ხო? აი, როდესაც არიცით, საით წახვიდეთ, როგორ მოიქცეთ და გტკივათ გული, ხო? მაგრამ განმეორდები, ეს არის ეპიზოდური არკანი და გირჩევდით, რომ ამ შიშებში ერთხელ და სამუდამოდ გაიაროთ, ერთხელ და სამუდამოდ მთვარე არის ძალიან ბევრი ბინდი თქვენს რეალობაში, თქვენს ცნობიერში და არ გაძლევთ ეს ბინდი იმის საშუალებას და ნისლი თქვენს ცნობიერში, რომ ესე იგი მიიღოთ სწორი და ადეკვატური გადაწყვეტილებები, ამიტომ მე გირჩევდით, რომ დაამშვიდოთ გონება წყნარ, მშვიდ გარემოში, დაჯდეთ საკუთარ თავთან და დაალაგოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი მომენტები და ზოგადად გაერკვიოთ საკუთარ თავში რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ, რას ეთანხმებით, რას არ ეთანხმებით და უფრო მეცაც გეტყვით. ის შიშები, რომლებიც ახლა თქვენ ესე გულს გტკენთ და ეს არასტაბილურობა, ეს არის ილუზია. იმიტომ რომ ამ შიშებს საკუთარ თავს თქვენ თვითონ ახვევთ თავზე, მოდი ასე ვთქვათ. კარგით, ვაგრძელებთ. რა არის კიდევ კვირის არკანის ენერგია სამიანების ხმლებით დავიწყეთ. იმიტომ რომ რაღაცა არ იცვლება, თითქოს რაღაცა ძალიან ესეთი ციკლურია თქვენს ცხოვრებაში და რაღაცნაირად ვეღარ გადადგით ნაბიჯი და ვეღარ გადაწყვიტეთ როგორ მოიქცეთ, ხომ? კარგით, ვაგრძელებ. რა არის კიდევ კვირის არკანის ენერგია, მეორე ვარიანტი? ესე რა, ჩემო ძვირფასებო. გადაწყვიტავთ. აუცილებლად გადაწყვიტავთ. და მიიღებთ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ჩემთვის უკეთესი. თუ რა არის ჩემთვის უფრო მეტად მისაღები, რა არის ჩემთვის უფრო მეტად პროდუქტიული, ხო? თქვენ მიიღებთ ამ გადაწყვეტილებას და ეს შესაძლებელია სხვათა შორის ადგილმდებარეობის შეცვლას, გამგზავრებას, რაღაცა ცვლილებებისკენ მიდიხართ, ხომ? რაღაცა ერთ A პუნქტს ტოვებთ და B პუნქტში გადადიხართ, ხომ? ეს შეიძლება იყოს პირდაპირ მნიშვნელობითაც და გადატანითი მნიშვნელობითაც, იმიტომ რომ თითქოს ძველ რეალობას ტოვებთ წარსულში. ძველ რეალობას ტოვებთ წარსულში და მოდიხართ ამ ძველი რეალობიდან და შედიხართ აბსოლუტურად, ძალიან მაგარი არკანებია მეორე ვარიანტი. ძალიან მაგარი არკანები. ხვდებით უკვე ხვდებით რომ ადამიანები, რომლებიც ეთამაშებიან თქვენს ემოციებს, რომ ისინი არც თუ ისე საშიშები და არც თუ ისე მნიშვნელოვანი არიან, ვიდრე თქვენი სულიერი სიმშვიდე და თქვენი კმაყოფილება, ხო, საკუთარი თავით და ზოგადად იმ ყველაფრით, რასაც თქვენ აკეთებთ, რასაც თქვენ შრომობთ, რასაც თქვენ აღწევთ, ხო? და თუ კი გრძნობთ, რომ ამას ვიღაცა გიუფასურებთ, გაუშვით სამხიარო ლასოზე და ჩანს რომ უშვებთ აქ ვიღაცას
ძალიან მაგარი არკანები აქვს, უდიდესი და უკარგესი შანსი გაქვთ, რომ განთავისუფლდეთ ილუზიებისგან და გახვიდეთ ამ ჩაკეტილი წრიდან და თქვენ გახვალთ ამ ჩაკეტილი წრიდან, იმიტომ რომ ჩანს ერთგვარი სიჩქარის აღება და აი ამ სიჩქარის აღებით რაღაცა ახალში გადასვლა. ეს რას ნიშნავს? გამოდიხართ რაღაცა ჩაკეტილი წრიდან გამოდიხართ. ჩაკეტილი წრიდან გამოდიხართ ჩემო ძვირფასებო და მთელი სამყარო თქვენს გვერდით არის, ასე რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში მეორე ვარიანტი უნიკალური შანსი გეძლევათ იმისა, რომ გააღწიოთ ამ ჩაკეტილი და ტოქსიკური წრიდან და დაიბრუნოთ საკუთარი თავი. აი ესე გეტყოდით მე თქვენ. დაგემშვიდობებით ორივე ვარიანტი, ძალიან მაგარი ორივე ვარიანტია, ძალიან პროდუქტიული, ძალიან კარგი. და მე თქვენ გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, შიგადაშიგ შემოგეხმიანებით ხოლმე და ვისაც რა თქმა უნდა ვამბობ ხოლმე სურვილი გაქვთ, რომ უფრო მეტი და ყოველდღიური კომუნიკაცია და არა მხოლოდ კომუნიკაცია, არამედ ინფორმაციული ზრდა მაგიურ შემეცნებით ოკულტურ ჯგუფში გეპატიჟებით ჩემთან, ვისაც სურვილი გაქვთ, რა თქმა უნდა იქამდე სადამდე თქვენ ის გაგიხარდებათ, რა თქმა უნდა შესაბამისი წესების დაცვით, შესაბამისი კომუნიკაციის და ურთიერთობის ფორმით და ეს არის დახურული ჯგუფი მზის კარი. გამოაგზავნეთ თქვენი მოთხოვნა, დაელოდეთ, სანამ ადმინისტრატორი დაადასტურებს, გაგესაუბრებათ, გამოგეგზავნით კოდურ ვიდეოს და მერე უკვე რა თქმა უნდა შეგეძლიათ გახდეთ ჯგუფის სრულფასოვანი წევრი. შეხვედრამდე.